დილა მშვიდობის როგორ ხართ? ნახეთ თქვენთვის რა უნდა მეჩვენებინა. ძალიან მინდოდა და ძალიან და რა შემოვიტანე. უკეთო შედარებით რამდენი პროცენტია ტელეფონი. ტელეფონი ძალიან ნელა იტენება. თქვენც გაჭმოთ ჩემო ლამაზებო. ვიცა სამიღო და გავიდეთ. აუ გაჭმევ ხო ცოტა ხო გაჭამეთ ხა აღარაფერი არ გინდა ცოტა ხანი დამაცადეთ და მე ისე ეხლა ყველანი არიან აქ სრული შემადგენლობა არის ამ 4-ეულის თორე ის ხო არ ეკარება ამათ უკეთ არის ფისო წინა თათების უგამოუსწორდა ეს რომ ტერფები ეღუნებოდა ხო და ესა მარტო ცოტა უკანა ტანს ახვანცალებს გადავიდეთ აგე იქ ნახეთ ხახნო აქ სხვა სამყაროა და შემიძლია სამამდე დავითვალო რომ ყველა კატა ჩემთან მოვა ნახე აქ რა მოვიდა მე სოკო მე არ ვიცი სოკოს ცნობა ხო და ლამაზი კი არის მომგონი ხის სოკოა ჩვეულებრივი ლამაზად არის ეხა მე რო იქ დავჭდები ყველა კატა მოვა ალბათ ნუ ერთი მაინც ჩავწეროთ ვლოგი ჩავწერ ვლოგს და დღეს უნდა აი პატიოსნად დავალაგო ოთახი მტრები ფარდები ფანჯრები ლუსტრები ჭაღები კაი ხო და ეს რაღაცა დამჩა კიდე აბლაბუდები ობობები დღეს ამაქვს გენერალური დალაგება ოღონდ მართ ფედრალაბაზი მაგიდა ყავა შემომელია თორე ეხლა შეიძლება და რომ ყავა აქ დამელია ფესვიანად ამოია იქ ჩავრგოთ სადა და სხვაგან მივაყუდოთ მოვიდრე ეს ცოტა ხმაურიანი ადგილი არის უფრო ახლო მოვიწიეთ გზასთან და მაგიტო კაი ამინდია საერთხმა გასაფენი კიდე წუხელი ვაიმე გუში რომ შევყარე და ახლოვით 12 საათისთვის და შუქი ჩაქრა შუქი მოვიდა ბლელოდა უკვე სადღაც 7-8 იყო კი მაშინ ხო ჩაიქცა სარეცხი და გამოვიღე შუაღამისას როცა ორი აბა სადღაც 9-9-ისთვის თუ 10-ისთვის რა მოკლედ ეგე გამოვიღე რავი როდის მოვიდა ზუსტად არ მახსოვს და არ გამფენია უბრალოდ გამოვიღე რომ მეთქი ამოდენა ხანი წყალში რომ არ აყროლდეს მეთქი ჩემი ცხოვრება მოდი შემოპატარ მოდი კალკოთ კარბად შედა იმედი არ მომეხაზება თბილი უკა და თბილი ნასკები კი ვათვი ჩემთან მოდი რომელი მოვა მან არ დაწვე ჩემთან მოდი აქ მოდი ჩემთან უერა შენ მოდი დე მესამე აკლი ოკეი ჩამოხდა ყველა ეს ნახეთ რა სიცოცხლე რებს აკეთებს უყურე სად გაიშოტა ნეტა ჩავარდე ერთი რა აი ბატო მოდი ჩემთან მოდი ჩემთან ჩემო სიხარულო მოდი ჩემი ბიჭი მე ჩემი სიცოცხლე ჩემი სიხარულის ბიჭი გვიან ვუყურებდით ჩემს საკუთარ ვლოგებს აი მაგიტოა კარგი ჯერ ეგერთი აი ვლოგების ჩაწერა რომ ანუ რაღაცა აი ბავშვობაში რომ ვაკეთებდით ხოლმე დღიურებს ხო იცი მე ვაკეთებდი ოღონდ მე დავიცი რატო დავწვი ყველა ძალიან უნანობ ეხლა ხო და მსგავსი სიტუაცია ოღონდ ამ ყველაფერს უფრო ვიდეო თვალის სახით ნახულობ ანუ ვიდეო დღიურები მაქვს რა მაქსიმუმ 5 წლის წინანდელები და იმდენად ვაიმე 3 წლის წინ ხალხმა რა გამხდარი ვიყავი ნუ ახლა გამხდარი რა არც თუ თახთახებს გულს ვაიმედებ თორე ვაიმე ის ზაფხულის ტანსაცმელი მეცოდე რა კარგად და აი მაშინ მეგონა რომ ვიყავი მსუქანი რა ვიცოდი მაშინ რომ 3 წლის მერე იმ ტანს ვინატრებ
ერთი ის რომ ჩემ თავს შენიშვნას რასაც მივცემდი რომ ანუ აი ესე ხომ მიჭირავ ტელეფონი და აი მე აი ესე დამაკ აი ყველაფერს ესე ვაკეთებ საშინელი ჩემ თავზე ვეშლებოდა ნერვები რომ ვიღაცა რატო არ მიწევდეთ არა მიწევდით ხოლმე სხვათა შორის ტელეფონი გააჩერე აი დავაქარებ ტელეფონს აი ელემენტარული ადამიანს რო წყნარად უნდა მეყურებინა რაღაც მომენტებში ვერ მიყურებდა იმიტომ რომ დავაქნევ რა ამ ტელეფონს ვუყურე 3 წლის წინანდელ ვიდეოებს იხვებით რომ ყოლია და ვაჭრევდი ვუყურე ექსკურსიების ვუყურე თურქეთის ვიდეოს თურქეთში რომ ვიყავით ხა აკრეისა ცეკვიდან აი აუმზე ჩავიდა და შემცივდა კარგოდ არ მათვე მაგით ხოდა ისეთი კაია რომ რა იყოს თქვენ შეგიძლია რამე გააკეთოთ მსგავსი თუ არ გინდათ რომ ვინმე მგიყუროთ და თქვენთვის იყოს თქვენთვის ატვირთავთ უბრალოდ საჯაროზე არ დააყენებთ თქვენი პირადი იქნება არა მართლა მაგარი რამეა რა ეგეც შეგიძლიათ YouTube-ზე ვერავინ ნახავს ანუ თქვენი პირადი იქნება ის გამოქვეყნებისას დააწვევი რომ პირადია და შენს გადა ვერავინ ვერ ნახავს საერთოდ ხოდა ეგრე მაგებს ვუყურებდი წუხელ არ მინდოდა რომ ადრე დავწოლიყავ ეს ბოლო ხანებია ძალიან აი 8 საათი ხა მივიდორო წვევი და ვიძინე და კიდე იცი რა გამიკვირდა ამას წინათ უყურებდი ესე ჩემი ერთი დღის ვლოგს სიტყვაზე ესე ეხლა რომ ამბობდი ყველაფერი ნუ გავაკეთებთ მსგავსი ტიპის ვლოგია ჭურჭელი კუხნა ფარდები ოთახები ჭაღები აბლაბული ყველაფერი მერე ეზო მერე სარეცხი მერე უთო ანუ რაც კი რამე არსებობდა იმ დღეს ყველაფერი გამიკეთებია და თან ეს ყველაფერი მოვასწარი სანამ სადღაც მეორე სმენა იყო ნინო მაშინ და სადღაც 4 საათისთვის თუ რაღაცა წავიყვეთ თუ 3-ისთვის წავედი სკოლაში ანუ 3-მდე მოვჭი ყველაფერი და ფიქრობ რომ ანუ ეხა რომ ვამბობ რომ ხვალ გავაკეთე ანუ თურმე ვასწრებდი ყველაფერს შვენივრად ეხა უბრალოდ ვზარმაცო ну ეხა თან მაშინ არ მუშაობდი და შესაბამისად როცა მინდოდა მაშინ ვაკეთებდი ეხა რომ დაღლილი მოვდიოდი ხოლმე მეორე დღეს საერთოდ უმოქმედო ვიყავი ძალიან ესე ლაითად ვაკეთებდი რაღაცებს და ეხა არა ეხა თავიდან ბოლომდე მივყვები და რატომ მიხარია იცი მაგას რო გავაკეთებ ყურსასმენები ვიყიდე ადრე ვიყიდე თემუზე ძალიან მაგრები ოღონ ერთი ცალი ანუ ის უსადენო ერთი ცალი რავი აი ჯიტმა წაიღო აი ეგ მომენტია ვერ ვიპოვე საწავიდა ხო და ეხლა ვიყიდე სხვები ისეთები კარგები არ არის მაგრამ არა უშავ ამიტომ მაგებს გავიკეთებ ჩავთავ მუსიკებს და აი ისე გავალ ბოლოში რომ ვერც გავიგებ ჩამოხსნე ხა ფარდებს ამინდი რა ვიწესთ ისეთი იყო რომ გამშრალი იყო დავწმენდა შუშებს ყველაფერს აბსოლუტურად კარგი გუშინ ჩავრთე ფეჩი და ვიჯექი ფეჩთან მეთქი არ დავწვევი რა რომ ცოტა ხანი დროგა და სადაც 10 საათამდე მე ნინომ და ბარბარე ვუყურეთ რაღაცეებს ეს ამ ჯერი ქორწილის ვლოგი ჩავრთე მინდოდა რომ დიდ ეკრანზე მეყურებინა გუშინ წინდელი თუ 3 დღის წინდელი ქორწილი მე გადავედით საათ ნახევარი აღმოჩნდა რომ უყურებდით ჩვენს ვიდეოებს ხო ზოგი ექსკურსიისა იყო ზოგი ის და კარგად ვიცინეთ ხო და ესე რომ ვიჯექი ფაროსანა დაფრინავდა და სადაც გაეკონწია აქ ვარსად კატათუ ცხენის ფისო რაღაც ის ხმაურს ვერ იტანს ჩემო ცხოვრება მოდია გოგო ხარ თუ ბიჭო ხარ სადაც და ჩან აი ნახე აი დედი მოდი ჩემთან აქ არავის შეგაშინებს მანქანამ გაიარა და მაგის შეეშინა ხო და ესე დაფრინავდა და უცბად ჰოპ გაჩერდა მეთქი საწავიდა მეშინია მეთქი ვერ ვიტყვი ფაროს მეზიზღება რაღაცნაირად და მიჩივი ლამაზია და გორაო ხო და ესა ავიხედე და ჭახთან ერთი კაი საახალწლო ობობა იჯდა თავისი ქსელით იმაში გაბმი ანუ აი ორი უკიდურესობა ჯერ ამ ხელა ობობა რო ყავს სახში საიდან მოვიდა ვერ გავიგე ხო და ახლა ქსელიც გააკეთა და ფაროსანა დაიჭირა მაგრამ ახლა ორივე მყავ ჩამოსახსნელი იცი რა ლამაზად აკიდია ორივე
ძრახმა კატა. Писо. თუ წვეთები ვეღარ გავიგე. ხოდა ეგრე რა. ეგ საქმე მაგასაკეთებელი. და მაგას რო გავაკეთებ, ვიცი რომ აი ფსიქოლოგიურად დავისვენებ. ეგ მომდის ხოლმე მომენტი. თან დღეს ესეთი დღეა, შაბათი არის. რომელი საათი არის ამ გახსენებაზე? 11:20 წუთია. 12-ზე ნინო მიდის ცეკვაზე, მე იბარბარე და იონე მიდიან ცეკვაზე. ან დღეს შედეგადი უნდა იყოს რა და მე ჩემს საქმეს მივხედავ. საჭველს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ მაგ მოდი ჩემო ლამაზო, აქ არავინ არ შეგაჩინებს. დედი. მოდი ჩემთან. ამ ხელა კატა არის და ეშინია. ეცადე, აი ეს უშლის ხელს, ეცა, აჰაგე. ჩემო ლამაზო, მოხვალ? ბიჭო. მოდი ჩემთან, დანარჩენები სად არიან? გახსოვთ რამდენიმე ხნის წინ რო გითხარით რომ მარცხენა თვალი არ მომწონს მეთქი უფრო, იმიტომ რომ სათვალიც რომ მიკეთია რაღაცა ვარსკვლავებს ვხედავ თქო რა, ანუ მართლა ეგრე იყო, აი რომ ავდექი და ესე ხო აი ბავშვობაში თუ რომ მიგიჭერიათ ხელი და რო გაგიხელიათ და რო ახამხამთ და თვალებში რო რაღაცა ესე ფერადები დაფრინავს. ხო და ერთ დღეს გავიღვიძე და მასე მქონდა ეს თვალი რა და მეთქი რა და ეტყობა მეთქი ამდენი ხანი რომ სათვალი არ გამიკეთებია და დამეძაბა თქო კუნთები. ხო და ესა გავიკეთებ ერთ სათვალე, ერთ 3 დღე სათვალე მოუხსნელად მეკეთა. არ მუშაობდი ზუსტად მაგ პერიოდში და სახლში სულ მეკეთა, იქ ვერ გავიკეთებ ფიზიკურად, რომ წყალია გესხმება, უნდა წარამარა მოიხსნა და ესე შემდეგ რა და სათვალითაც მომივიდე ეგრე მე. მე თქვი კიდეც ვიდეოში და უნდა წავიდე მინდა მეთქისა გავესინჯო, მაგრამ მე ხო იცით რომ მინდა გავესინჯო, სანამ თვალი არ ამოძვრება მეორედ აღარ წავალიქ. ვერმა თქვენგანმა დაწერეთ, რომ ეგაო ასტიგმატიზმის ნიშნებიაო და რაღაცა მსგავსი იცისო. რა თქმა უნდა, ეგ საყურადღებოა და მადლობა დიდი და ვაკვირდებოდი მის მერე თუ მომივამეთქი კიდე და შეჯიბრებით აღარ განმეორებულა ეგეთი მსგავსი ტიპის რაღაცა. მაგრამ ისა ეგ რა თქმა უნდა საყურადღებო კი არა, რა ვიცი რა არის. თუ რაღაცა მსგავსი შემთხვევა მომივა, აუცილებლად წავალ. მოდი რა ჩემთან, ჩახუტება მინდა. არ გააფუჭო ეგ ის არის, ჩემი მაგიდა ეგ. ძალიან მიყვარს ეგ მაგიდა და არ გააფუჭო, მოდი ჩემთან. მოდი ჩემი ცხო. აი ამაზე უყურე კიდე ვიდეოს პატარები რო იყვნენ და რო ძალიან ტკბილები რო იყვნენ. ვაი მე როგორ მიყვარს. ჩემი გულია ეს ბიჭი. კიდე სათვალე გაგიკეთე, აბა როგორ გექება. აბა დაიცა, მოყვას. დაიცა ბიჭო. ნე. პიპ. რას უყურ? ნახერა ლამაზი ეს და პოლი. დაჭიქი და აი კი არ ჩავარდე, და აი კი ჯექი და მე რო ლაპარაკობ უსმი და რაღაცა მისმინე. ფისუა მაღლა ასული? ხო და ეს წიწყვით ყურადღებას მივაქცევ თუ მსგავსი რაღაცა იქნება აუცილებლად. გამოდი ეკრანიდან. გამოდი აქეთ. დაჯექი და ესე ადამიანივე თიჯექი. ნუ ხვანცალებ ამ ხელა კაცი. ნუ ხვანცალებ. ახე? არ გააფუჭო, რასაკე? ვი, რა დებილი ხარ, დი? გადაბრუნდი. ესე, გადაბრუნდი. სხვათა შორის მეტკინა. არ გიმეტებს, აი იცით სასაცილო ბავშვია. მეტკინა. არ გიმეტებს მეტი როგორ ამკვეს ეს საზღარი. როგორ ამკვეს ეს საზღარი? დემეტინებო დუდუარო ვარ. ადექ წადი აგე ბავშვები გეთამაშები. ნახე, აგე იქროს ის, ხედავ? წადი.
ძალიან დებილი. გაილია ხალხნოისა რა ქვია ოქტომბერი. ღმერთო რა ცივი შემოდგომა ქონდა, ძალიან ცივია. სექტემბერი ფაქტიურად იყო ნოემბერი და დეკემბრის დასაწყისი. მოგონი მართლა. წავით. გავფენი ხას არეცხს და დავიწყებ დალაგება. რავის არის მივიძგე ხა წავუსო კედელს წებო და შპალიერი დავიწყო. უკვე არ ვიცი რა. მგონია რომ არ დას 3 თვის წინ ვიდეოებს უყურებთ, ხო გითხარით წემა? 3 თვის წინ დამიცლია ოთახი. 3 თვეა. 3 თვე. ერთ ოთახს ვაკეთებ. ფშუ. დედას გოგო მოხვალ ჩემთან. დედი. ფშუ. პატარა. შენ არ გეძახი, გადი ვირგლა. არა ჩხუბო გოგოა ეგა. რა ბატები არიან. ნუ ეჩხუბები ძალიან. აი მე ღმერთო როგორ მიყვარს დაცემინება. ხერხემაშიც კი გავიხსენ. ამ ვირუსს არ ვიცი რა სჭირს ეს ცრემლები გამდის არ ვიცი. ბარბარეც მასია. წყალივით. აი. დავით. აი, ცრემლი გავიწმინდო იმასავით გამდის. საიასავით. აქ რო ეს ხეები და ის არის ჩრდილი იმდენად არ არის მზე და ცივა. მაგას თავი დაანებ, ეგ არის პატარა გოგო. გაძვერი ჩემო ლამაზო. აი კრე და დაჩი იგი. დაჩი ბატო. ბატო დარჩი, ბატო. სად არიან ბიჭები? სად დაგტოვეს და წახველი გოგოს ანაბარა და გოგოს ამცირებ, ამ ხელა ვირგლა ბიჭი, ადი აეთრი, მოდი. წამოდი. მოდი. ვაი, წინც კლავს ხალხი. მე მეგონა იქ იყო. სად არის? გადმოდით, მოდი. სად არის აბა? ისე თო. გადმოდი, ჩამოდი, მოდი. დროზე. დაუძახე იმათაც და მოვიდნენ ყველა. ვირგლა. ხო, იყავა დამეიღო დამექცე, გავწმინდო და ავალ ბაღლა იხა და დავიწყებ საქმიანობას. გამოვწმე და იატაკებს, მაიშე რომ მითხარი, შე რომ ასწავლე იმ სითხეებით. ფანჯრებსაც მე ჩამოვალ კუხნაში. აი გულიანად და ჯიგრიანად არ დამილაგებია იცი რამდენი ხანი და აი მე რომ მიყვარს ხოლმე მასე. მე ჭურჭელზეც ჩამოვალ. და მე ვნახოთ აბა მეორე ვლოგს რომელ საათზე ჩავწერ და დამთავრებული მექნება თუ არა. ოკეი, წავიღოთ ჩემი მეორე ტელეფონი. მაღლა ვინმე დარეკოს. აი მე რა მაღლა ქალობა და ინახება და სარეწყინარი. ოთახუა დარეკა ვინმე. არავისაც არ დაურეკია 73%-ზე არის. იყოფა რა. მეტი არ არის საჭირო. მოდი ახლა ჯერ არასარეცხი დავფინოთ. ბარემ დაშობა და იწყოს. და მე დავიწყებ მე დალაგებას. ოღონდ არ ვიცი კარგად ჩავიცო თუ ესე ვიკლაკუნო. ჰა, ასე ვიტყვით. აქაც რა, პრინციპში როგორ არა, შუშების სიმით ჩამოწვე და აი ამეებს, ძალიან მაგრა იწმინდება. რა გრინვეი და რა რაღაცა კაც.
დავიდი. აბა თქვენცით ბედნიერი დღე, მაგარი დღე. საქმიანი დღე. იმედი არ დაგვეზარება და ბოლომდე ესე ენერგიულად მივართ. უკვე ვეზარება. ესე თქვით მაინც ეკეთებოდეს და ფიქრით საქმე ძალიან მაგრები ვიქნებოდით.